ვიცი რამდენი ვჭამე? თავს ვერაფრით ვერ ვაკონტროლებ. თან ეს აღდგომაც დაემთხვა და სააღდგომო სუფრაზე რაც იყო, ყველაფერი ვჭამე. შედეგი სახეზეა, 1-10 კილო უკვე მოვიმატე. იცი რამდენჯერ მომისმენია მსგავსი ფრაზები. ერთი რაღაც მინდა გითხრა. როდესაც დღესასწაულებზე არ ღვევ, აუცილებელია დაიცვა ზომიერება. ასე დროს უპირატესობა უნდა მიანიჭო ცილოვან საკვებს, იმისათვის რომ რაც შეიძლება ნაკლები ტკბილეული და ცომეული მიირთვა. ახლა შენ რამდენიც არ უნდა ინერვიულო და თვითგვემას მიეცე, ამით ვერაფერ შეცვლი, რადგან მომხდარი უკვე არის წარსული, რასაც ვერაფერს მოუხერხებ. მაგრამ შენ შეგიძლია დაშვებული შეცდომიდან ისწავლო რაღაც ახალი და დაუბრუნდე სწორკვებას, რადგან რაც მოხდა, იმას ვეღარაფერს ვეღარ უშველი და ამაზე ნერვიულობა არის დროის ფუჭი ხარჯვა. ამიტომ დატოვე მომხდარი წარსულში და იფიქრე აწმყოზე. აწმყოში რაც გააკეთებ იმისთვის, რომ მომავალში იამაყო საკუთარი თავით. როცა ღამეში რამდენჯერმე დგები, მიდიხარ მაცივართან და ჭამ ტკბილეულს, ეს უბრალოდ ჭამა აღარ არის. ეს ნიშნავს იმას, რომ შენი სხეული რაღაცას განიშნებს. ზოგჯერ სხეულის მოსმენა სადილის დაგეგმვაზე მეტად გჭირდება. ბევრმა არ იცის, რომ ჭარბი საკვების მიღების მიზეზი ხშირად ორგანიზმში დარღვეული ბალანსია. ძილი, სტრესი, არასწორი კვება და რუტინა. და სანამ ამას არ მოაწესრიგებ, ყოველ დილით საკუთარ თავთან მოგიწევს ბრძოლა. მინდა დაგეხმარო, რომ დაინახო მიზეზები, არა თვითგვემით, არამედ გულწრფელი მხარდაჭერით. ნაბიჯ-ნაბიჯ, იმისათვის რომ სხეულმაც და გონებამაც იმუშაოს გამართულად. დაწერე კომენტარებში სიტყვა გასაუბრება და გავარკვიოთ, რეალურად შემიძლია თუ არა შენი დახმარება.